მე-13 საუკუნის შუახანები იდგა. დრო, როცა საქართველოს ცა ბნელ ღრუბლებს დაეფარა. თამარ მეფის მზისგან გაბრწყინებულ ქვეყანას ახლა მონღოლთა ურდო უმოწყალოდ თელავდა. ველური, გადამთიელი ხალხი კავკასიონის ქედებზე თითქოს ჭირის ქარი ისე შემოიჭრა. ქართველთა ხმალი კვლავ ელავდა, ერთი წუთითაც არ შერყევიათ რწმენა და არ დაუკარგავთ თავისუფლების სიყვარული, მაგრამ მტერი ურიცხვი იყო. როგორც ზღვა, რომელიც კლდეს მძლავრად ეჯახება. და როცა ხმალი დაიღალა, როცა დაღვრილმა სისხლმა მიწა აავსო, საქართველო მონღოლთა ხელში ჩავარდა. თუმცა მონღოლებს ერთი რამის შიში ყოველთვის ჰქონდათ. შიში ქართველთა ერთობისა. მათ იცოდნენ, რომ თუ ოდესმე კვლავ გაერთიანდებოდა აღმოსავლეთი და დასავლეთი, იბერიასა და აფხაზეთს ერთი გულის ცგერა გაუჩნდებოდა, მაშინ ამ ხალხს ვეღარ დაიმორჩილებდნენ. ამიტომ მიმართავდნენ ვერაგობას. ძმას ძმის წინააღმდეგ ამხედრებდნენ. აღვივებდნენ მათ შორის უნდობლობას, ეჭვს. დაარწმუნეს ამერი და იმერი, რომ ერთი მეორესთვის კონკურენტი და მტერია. ქვეყანა გაიხლიჩა, გაუტანლობის მტვერმა დაფარა დიადი წარსულის ჭრდილები. თუმცა ღმერთი არასდროს ივიწყებს მის მოიმედე ადამიანებს. გამოჩნდა კაცი, აფხაზეთის თავადთაგანი. მის გულში ჯერ კიდევ ცოცხლობდა ერთიანი საქართველოს სული. როცა მთელ ქვეყანაში უიმედო მწუხარება გამებდა, მან სხვა მამული შვილებთან ერთად მოიწვია კრება ახალციხის მახლობლად. იმედის კრება, სადაც მამული შვილებმა ფიცი დადეს, რომ გაერთიანდებოდნენ, შეკრებდნენ ჯარს და მონღოლებს განდევნიდნენ საკუთარი მიწიდან. მაგრამ მტერმა გაიგო ქართველთა ჩანაფიქრი. ისე ვიჩინა თავის შიდა ღალატმა და შეთქმულებამდე რამდენიმე დღით ადრე მოულოდნელად მონღოლი ცხენოსნები თავს დაესხნენ გულანთებულ მამულიშვილებს. მათი მეთაური იმ დღეს არ იყო თანამზრახველებთან ერთად. ის აფხაზეთს იყო წასული დამხმარე ჯარის ჩამოსაყვანად. ამიტომ გადაურჩა შეპყრობას. თუ უკვე მიხვდით, ვინ იყო ეს დიდი ქართველი, შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო და კომენტარებში დაწეროთ მისი სახელი. შემდეგ კი ბოლომდე უყუროთ ვიდეოს და ნახოთ მართალი იყავით თუ არა. ახლა კი განვაგრძოთ თხრობა. ქართველები უიარაღოდ იყვნენ, ისინი შეიპყრეს და მიჰგვარეს ნოინს. მან შეხედა ტყვეებს და უთხრა მათ, გამოტყდით, რომ აჯანყებას აპირებდით, თორემ ისეთი ტანჯვა გელით კაცი ვერ გადაიტანს. მაგრამ ქართველებს კრინტი არ დაუძრავთ. არც ერთი გატყდა. მაშინ ნოინმა ბრძანა. გაძარცვეთ, თოკებით შეუკარეთ მკლავები, თაფლი წაუსვით და მზის გულზე დასხით, იქამდე სანამ ენა არ გაუტყდებათ და თავიანთ დანაშაულს არ აღიარებენ. დაყარეს ტყვე ქართველები მცხუნვარე მზის ქვეშ. დღე და ღამე დაუნდობლად ხრავდნენ მწერები მათ სხეულებს, მაგრამ მათი გული კლდესავით უცვლელი იყო. თითოეული მათგანი უხმოდ იტანდა საშინელ წამებას. იმ დროს, როცა დანიშნული დღე მოახლოვდა, აფხაზეთიდან თავისი ლაშქრით ახალციხისკენ წამოვიდა შეთქმულთა მთავარი იმედი, მაგრამ დანიშნულ ადგილას მეგობრების ნაცვლად საშინელი ამბავი დახვდა.